2025 წლის პირველი თვის კოსმოსური სიახლეები უნდა განვიხილო კოდის ამ ეპიზოდში. იმის მიუხედავად, რომ ფაქტობრივად ნახევარი თვე მსოფლიო ისვენებდა, არ შეწყდა კოსმოსის დალაშქვრისა თუ მისიების გაგზავნისა და ახალი გზავნილების მიღების პროცესი. თვის მთავარი მისია მაინც ილონ მასკის SpaceX-ის მთავარი ფალავანის Starship-ის მორიგის საცდელი გაშვება იყო, რომელიც მილიარდერმა ამჯერზე წარუმატებლად ჩათვალა. რამდენიმე სიახლის გარდა ამ ეპიზოდში ზოგად კოსმოსურ საკითხებზეც მოგიყვებით. ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა რაკეტა Starship-ის მე-7 სატესტო ფრენა განახორციელა. მათ შეძლეს, რომ აპარატის პირველი საფეხური უკან უსაფრთხოდ დაებრუნებინათ, თუმცა აფრენიდან მალევე მეორე საფეხურთან კონტაქტი გაწყდა და ის ატმოსფეროში აფეთქდა. მისია ბოკა-ჩიკაში მდებარე კოსმოდრომიდან თბილისის დროით 17 იანვრის 02 საათსა და 37 წუთზე შედგა. გაშვებიდან დაახლოებით 7 წუთში რაკეტის ამაჩქარებელმა Super Heavy-მ ზებგერითის სიჩქარე შეანელა და სპეციალური დამჭერების მქონე კოშკში დაეშვა. ამგვარი წარმატებული მანევრი წინაჯერზე 2024 წლის ოქტომბერში ვიხილეთ. ახლა კი რაკეტის პირველმა საფეხურმა იგივე წარმატებით გაიმეორა. აქედან მალევე პირდაპირი ტრანსლაციისას ცნობილი გახდა, რომ Starship-ის მეორე საფეხურს ძრავებთან დაკავშირებული ანომალიის გამო პრობლემა შეექმნა. ხმელეთზე მისგან სიგნალს ვეღარ იღებდნენ. ცოტა ხანში კი ცაში გაჩენილმა სანახაობამ ცხადყო, რომ იგი აფეთქდა. ამ დროის განმავლობაში იმ მიდამოებში მოძრავი თვითმფრინავების ტრაექტორია უსაფრთხოებისთვის შეიცვალა. სოციალურ ქსელში აფეთქებისას გამოთავისუფლებული აალებული ფრაგმენტების არაერთი ვიდეო გავრცელდა. კადრებში ვხედავთ, როგორც სვივა ქვევით რაკეტის ცეცხლმოკიდებული ნაწილები. წარმატება საეჭვოა, თუმცა სანახაობა გარანტირებულია. დაწერა მასკმა X-ზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ასეთი ვიდეოს აღწერაში. Super Heavy, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისა, Raptor-ის ტიპის 33 ზრავითაა აღჭურვილი. მეორე საფეხურ Ship-ში კი 6 ძრავაა. Starship-ის დახმარებით Artemis 3-ის ეკიპაჟი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვება, რითაც იქ კაცობრიობის დიდი დაბრუნება შედგება. ხოლო მარსზე მასკს კოლონიის დაარსება სურს. ამისთვის იქ ტვირთის, მათ შორის ბაზების ასაშენებლად, საჭირო მასალებისა და რაც მთავარია, ადამიანების ტრანსპორტირებას სწორედ Starship-ი ითავებს. SpaceX-ის წარუმატებლობის პარალელურად კიდევ ერთ ამერიკელ მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კომპანიის Blue Origin-ის რაკეტა New Glenn-ის სადებიუტო ფრენა შედგა. Blue Origin-ის მიერ შექმნილი აპარატი თბილისის დროით 16 იანვრის 11 საათსა და 3 წუთზე კანაბერალის კონცხზე მოწყობილი კოსმოდრომიდან ჰაერში წარმატებით აიჭრა. 12 წუთის შემდეგ რაკეტის ზედა საფეხურმა კოსმოსში უსაფრთხოდ გააღწია, რაც ამ მისიის უმთავრესი მიზანი იყო. რაც შეეხება მრავალჯერადი გამოყენების პირველ საფეხურს, ის ატლანტის ოკეანის ზედაპირზე განთავსებულ სპეციალურ პლატფორმაზე უნდა დაშვებულიყო. მართალია, მან ატმოსფეროში შესასვლელად 3 ძრავა აამუშავა, მაგრამ გეგმის მიხედვით დაშვება ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად კომპანიაში ამბობენ, რომ ამას ელოდნენ და სამაგიეროდ ღირებული მონაცემები შეაგროვეს. $98 მეტრიანმა New Glenn-მა აქამდე გრძელი გზა განვლო.
ის პირველად ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გაეშვათ, თუმცა პირველი საფეხურის ძრავების შექმნის დაყოვნებამ მისიის გადავადება გამოიწვია. სხვადასხვა მიზეზის გამო ფრენა 10 და 13 იანვარსაც გადაიდო, მაგრამ 16 იანვრის მცდელობამ საბოლოოდ გაამართლა. ეს რაკეტა ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი Falcon 9-ის პოტენციური კონკურენტია, რადგან ისიც მრავალჯერადი გამოყენებისაა. Blue Origins სულ მცირე 25 ფრენა აქვს დაგეგმილი და კლიენტებიც ჰყავს. მათ შორის NASA, ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტოები, Ast Space Mobile და სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიები. ასევე შესაძლებელია ორბიტაზე მან გაიტანოს Amazon-ის პროექტ Kuiper's სატელიტებიც, რომელიც ილონ მასკის Starlink-ს გაუწევს კონკურენციას. New Glenn-ის ტვირთის ტევადობა 50 ტონაა, რომელსაც დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაიტანს. 2025 წლის გაზაფხულზე ამ რაკეტით კოსმოსში მარსის ზონდებს გაუშვებენ, რაც მისია ესკაპადეს ფარგლებში იგეგმება. უკანასკნელი ფრენა Blue Ring Pathfinderis სახელით ცნობილი ხომალდის სატესტო ვერსიის გამოცდასაც ემსახურებოდა. მის საკომუნიკაციო ტექნიკურ შესაძლებლობებზე დაკვირვება 6 საათს გაგრძელდა. იგი თავდაცვითი ინოვაციების განყოფილების პროგრამის ფარგლებში იქმნება და გეოსტაციონალურ ორბიტაზე დაახლოებით 3000 კილოგრამის გატანას შეძლებს. ევროპის კოსმოსური სააგენტო ESA და მთლიანად კაცობრიობა ისტორიული მნიშვნელობის კოსმოსურ ტელესკოპ გაიას დაემშვიდობა. ეს ობსერვატორია ჩვენს მშობლიურ ირმის ნახტომის გალაქტიკას 12 წლის განმავლობაში იკვლევდა. თუმცა 2025 წლის 15 იანვარს ფუნქციონირება შეწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ ზონდი სამეცნიერო მონაცემებს აღარ შეაგროვებს. მისი გათიშვის მიზეზი ცივი აირის საწვავის მარაგის ამოწურვა გახდა. გაია მას 2013 წლიდან მოყოლებული ბრუნვისათვის იყენებდა. კერძოდ, დღეში 12 გრამს. იმის მიუხედავად, რომ აპარატისგან ახალ ინფორმაციას ვეღარ მივიღებთ, აქამდე მოპოვებული ღირებული მონაცემები კიდევ გამოქვეყნდება, რადგან დამუშავებას გადის. წინ გაია საუკეთესო მონაცემები გველის, მათ შორის ისეთი საკითხების შესახებ, რომლებითაც ყველაზე მეტად ვარ დაინტერესებული. ბინარული ვარსკვლავები და შავი ხვრელები. აცხადებს ასტროფიზიკოსი კერიმ ელ ბედრი. მოკლედ ამ მისიის შესახებ. ერთ დეკადაზე მეტი ხნის განმავლობაში გაიამ ჩვენს გალაქტიკაში მდებარე თითქმის 2 მილიარდი ვარსკვლავი და სხვა ობიექტები შეისწავლა. იგი ნათობთა მოძრაობას, სიკაშკაშეს, ტემპერატურასა და შედგენილობას იკვლევდა. ინფორმაციის პირველი წყება ამ კოსმოსური ტელესკოპისგან 2016 წელს მივიღეთ, მეორე 2018-ში, მესამე და უკანასკნელი კი 2022 წელს. მისიაზე მომუშავე გუნდი მონაცემთა მორიგი ნაწილის გასაჯაროებისათვის ემზადება, რაც 2026 წლისთვისაა მოსალოდნელი. აქ იქნება ყველაფერი ის, რაც აპარატმა 5.5 წლის განმავლობაში შეაგროვა. ამის შემდეგ საბოლოო გამოშვებაზე მუშაობა დაიწყება, რომელიც ვარსკვლავებზე 10.5 წლიანი დაკვირვებების შედეგებს გააერთიანებს. საზოგადოება მას 2020-იანი წლების მიწურულს იხილავს. გაიაზე ახლა მეცნიერები ტექნიკურ ცდებს ჩაატარებენ, რათა კოსმოსში აპარატის გაკონტროლება გააუმჯობესონ. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება, სანამ ტელესკოპი დედამიწასა და მზეს შორის გრავიტაციულად სტაბილურ ორბიტაზე, ლაგრანჟის წერტილზე სტაბილურად შენარჩუნდება. შემდეგ ის გადაინაცვლებს ორბიტაზე, სადაც დედამიწასა და მთვარის საფრთხეს არ შეუქმნის. ბოლოს 2025 წლის აპრილში ობსერვატორია პლანეტის გრავიტაციული გავლენიდან გავა და სხვა ზონდებისათვის ხელის შეშლის რისკს აგვაცილებს თავიდან. ისე მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის კოსმოსურ კომპანიას ვუბრუნდები. SpaceX-ის რაკეტამ Falcon 9 კოსმოსში მთვარის 2 კერძო აპარატი გაიტანა. ფრენა თბილისის დროით 15 იანვრის 10 საათსა და 11 წუთზე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან შედგა, რომელიც ფლორიდის სანაპიროზე მდებარეობს. მთვარისკენ გაშვებული აპარატებია Blue Ghost და Resilience, რომელთაგანაც პირველი კომპანია Firefly Aerospace ეკუთვნის, მეორე კი iSpace. ეს ორივე მოდული დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე დასაშვებადაა შექმნილი.
აფრენიდან დაახლოებით 8 ნახევარწუთში ფალკონს ხრის პირველი საფეხური უკან უსაფრთხოდ დაბრუნდა, ხოლო მეორე საფეხურმა ტვირთი ორბიტაზე 27 და 65 წუთის შემდეგ გაიტანა. Blue Ghost-ის მისია NASA-ს პროგრამა CLPC-ის ნაწილია. მან თან ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს 10 ხელსაწყოც გაიყოლა, რომელიც მთვარის გარემოს უკეთ შესასწავლადაა შექმნილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან NASA Artemis-ის პროგრამის ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტების გასაგზავნად ემზადება. Blue Ghost-ი დედამიწის ორბიტაზე 25 დღეს გაატარებს, რის შემდეგაც მთვარისკენ 4 დღიან მოგზაურობას დაიწყებს. ის ორბიტაზე 16 დღე დარჩება, სანამ ვულკანურ წარმონაქმნ Mons Latrellis მიმდებარედ დაჯდება, რომელიც 3 მილიარდზე მეტი წლის წინაა ფორმირებული. აპარატი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში იმუშავებს, რაც მთვარის 1 სრული დღის ტოლფასია. ამ პერიოდში ის ეცდება, რომ ჩვენი პლანეტის ერთადერთი თანამგზავრის გრუნტისა და მზის ქართან მისი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია შეაგროვოს. ასევე მონაცემებს მოიპოვებს დედამიწის მაგნიტურ ველზეც. მისის დასასრულს კი მოდული მთვარეზე დაისსა და მასთან ასოცირებულ ცვლილებებს დააკვირდება. რაც შეეხება resilience, ის ენერგოეფექტიან მარშრუტს მიხვდება. ამიტომ მთვარეზე Blue Ghost-ის შემდეგ დაეშვება. ეს მოდული მთვარის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე Mare-Frigoris რეგიონში 4 ნახევარი თვის შემდეგ დაჯდება. მისიას თან ახლავს მინიმავალი სახელად Tenacious-ი, რომელიც მთვარის რეგოლიტის ნიმუშების შეგროვებისთვისაა განკუთვნილი. Blue Ghost-ისა და resilience-ის გაშვება დატვირთული წლის დასაწყისია, მათ შორის მთვარის მისიების მხრივ. მაგალითად, თებერვალში მთვარის მორიგი მისია იგეგმება. ესაა კომპანია Intuitive Machines IM-2, რომელსაც ციური სხეულის სამხრეთ პოლუსზე გაგზავნიან. ის რეგოლიტში არსებულ აქროლად ქიმიურ ნაერთებს შეისწავლის, რისთვისაც სპეციალურ ბურღსა და სპექტრომეტრს გამოიყენებს. მასთან ერთად გაშვებული პატარა თანამგზავრი Lunar Trailblazer წყლის დანალექების ადგილმდებარეობას დაადგენს და NASA-ს Artemis-ის მისიებისათვის დაშვებისთვის შესაბამისი ადგილების იდენტიფიცირებაში დაეხმარება. მოგვიანებით შეიძლება შედგეს მთვარის მისია IM-3-იც, ასევე 2025 წელსაა ჩანიშნული Blue Origin-ის Blue Moon Mark 1-ის და Astrobotic Technologies-ის Griffin Mission 1-ის გაშვება. კოსმოსურმა აპარატმა Bepi Colombo-მ, რომელიც პლანეტა მერკურისთანაა დაპარკინგებული, მზესთან ყველაზე ახლო მდებარე პლანეტასთან, ბოლო ჩაფრენისას მისი ახლო ხედები გადაიღო. მომავალი კვირების განმავლობაში სპეციალისტები ყველა იმ მონაცემებს გაანალიზებენ, რომელიც Bepi Colombo-მ მერკურისთან მიახლოებისას შეაგროვა. ზონდი ახლა მისიის მომდევნო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 2027 წელს დაიწყება და მიზნად პლანეტის დეტალურად შესწავლას ისახავს. მანამ კი ვიხილოთ ეს გასაოცარი ახალი ფოტოები. ამ სურათებზე აღბეჭდილია ციური სხეული, რომელზეც ვარსკვლავის გავლენით ექსტრემალური პირობებია. კადრები გვიჩვენებს კრატერებს, რომელთა ბნელ რეგიონებშიც მეცნიერთა აზრით ყინულის შრე იმალება და პლანეტის ისტორიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. მერკური საკმაოდ საინტერესო პლანეტაა. ის მთვარეზე ოდნავ დიდია და მზესთან ძალიან ახლოს, დაახლოებით 58 მილიონ კილომეტრ მანძილზე მოძრაობს. ამის გამო მისი ზედაპირი მზის რადიაციისა და ქარის გავლენით მუდმივად ზიანდება. იქ ტემპერატურა მკვეთრად იცვლება, კერძოდ შუა დღისას 420 გრადუს ცელსიუსს აღწევს. მაშინ როცა ღამით ან ჩრდილიან ადგილებში ეს მაჩვენებელი შეიძლება -180 გრადუს ცელსიუსამდე დაეცეს. ზედაპირის ქვეშ მერკური ბევრ საიდუმლოს ინახავს, მაგნიტური ველის წარმოქმნის მექანიზმებს, ნახშირბადით მდიდარ ფენას, რომელიც შესაძლოა ალმასის ფორმით არსებობდეს, პროცესებს, რომლებიც პლანეტის ნელ შემჭიდროებას იწვევს. 2018 წლის ოქტომბერში გაშვებული Bepi Colombo-ს მისიის მიზანი მერკურის მაგნიტური ველის, თხელი ატმოსფეროსა და ზედაპირის მახასიათებლების შესწავლაა. გზად მისმა კამერებმა მერკურის ზედაპირისა და ვენერას ღრუბლების შთამბეჭდავი სურათები უკვე გადაიღო. ახალი ფოტოები ადრინდელ მონაცემებთან ერთად გვიჩვენებს პლანეტას, რომელზეც შეჯახებებმა და ვულკანურმა აქტიურობამ კვალი დატოვა.
ერთ-ერთ სურათში გამოსახულია ნათეირ ფაკულა, ადგილი, სადაც მერკურის უდიდესი ვულკანური ამოფრქვევის კვალია შემორჩენილი. მის ცენტრში 40 კილომეტრის სიგანის ღიობია. ახლოშივეა ფონტეინის კრატერი, რომელიც შედარებით ახალია, რადგან დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა. 2026 წელს ბეპი კოლომბოს ტრანსფერ მოდული მერკურისთან დაბრუნდა, რათა ორბიტაზე 2 კოსმოსური აპარატი განათავსოს ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოების ზონდები. თითოეული მათგანი 2027 წელს მთავარ მისიას დაიწყებს და მერკურის შესახებ მონაცემებს განსხვავებული სიმაღლიდან და რაკურსიდან შეაგროვებს. ეს აპარატები პლანეტის ზედაპირთან 480 კილომეტრზე ახლოს არ მივა, ამიტომ ბოლო სურათები მერკურის ყველაზე დეტალურ ხედებს ასახავს მათ შორის, რასაც ახლო მომავალში ვიხილავთ. შორეულ კოსმოსში იუპიტერის ორბიტის გადაღმა ერთი უცნაური ობიექტი იმალება. მისი სახელია ქირონი და მიეკუთვნება მზის სისტემის ობიექტს და ტიპს, რომელსაც კენტავრს უწოდებენ. თუმცა ქირონი თავის თანამოძმე კენტავრებს შორისაც კი გამორჩეულია. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ ჩატარებული ახალი დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ქირონი მართლაც ისეთი სხეულია, რომლის მსგავსიც ჯერ არ გვინახავს. სხვა კენტავრებისგან ძლიერ გამოირჩევა. აქვს პერიოდი, როცა კომეტასავით იქცევა. გარშემო აქვს მატერიის რგოლები და სავარაუდოდ მის გარშემო მოძრაობს კლდოვანი მასალების ნაშალის ან ტვრის ველიც. შესაბამისად, ჩნდება ბევრი კითხვა ქირონის იმ მახასიათებათა შესახებ, რომლებიც მას ასეთი უნიკალური ქცევის საშუალებას აძლევს. ამბობენ ამ სხეულის მკვლევარი ასტრონომები და ასტროფიზიკოსები. მზის სისტემა სამსია წარმოქმნის დროინდელი 4.5 მილიარდი წლის წინანდელი კლდოვანი და ყინულოვანი ნარჩენებით. კენტავრები ძირითადად იუპიტერსა და ნეპტუნს შორისაა თავმოყრილი. მათი ორბიტები სუმცირე ერთ-ერთი ამ გიგანტი პლანეტის ორბიტას კვეთს და ძლიერ საინტერესო ობიექტები არიან. მაგალითად, ქირონს აქვს ასტეროიდის მსგავსი თვისებები, მაგრამ ხანდახან კომეტის მსგავსი აქტივობაც ახასიათებს. და კიდევ, გარშემო აქვს მინიატურული პლანეტური რგოლიც. ვინაიდან მიჩნეულია, რომ ქირონი მზის სისტემის წარმოქმნის ერთგვარი დროის კაფსულაა, მეცნიერებს მისი უკეთესად შესწავლა სურთ, რასაც სიშორე ართულებს. ესპანეთის ოვიედოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა პლანეტურ მეცნიერ ნოემი პინილია ალონსოს ხელმძღვანელობით ჯეიმს ვების უმძლავრესი თვალი მიმართეს, რათა ენახათ, შეძლებდა თუ არა ეს ტელესკოპი მის ისეთ დეტალებზე დაკვირვებას, რაც სხვა მხრივ შეუძლებელია. მზის სისტემის ყველა მცირე სხეული წარსულზე გვიყვება, დროის იმ პერიოდზე, რომელზე დაკვირვებაც არ შეგვიძლია. თუმცა, აქტიური კენტავრები გაცილებით მეც გვიყვებიან. განიცდიან ტრანსფორმაციას მზის წითბოს მიერ და გვთავაზობენ უნიკალურ შესაძლებლობას, რათა შევისწავლოთ ზედაპირი და ზედაპირქვეშა შრეები. ქირონიდან ხანდახან გაზი და მტვერი ამოიტყორცნება, ზუსტად ისე, როგორც კომეტიდან. მკვლევრებმა სცადეს ჯეიმს ვებით დაედგინათ, რისგან შედგებოდა ეს გაზი და მტვერი. არამხოლოდ ამ კენტავრის გარშემო მიმდებარე სივრცეში, არამედ მის წიაღშიც. ქირონის შემთხვევაში უნიკალურია ის, რომ შეგვიძლია დავაკვირდეთ როგორც ზედაპირს, სადაც თავს იყრის ყინულის უმეტესობა, ისე კომას, სადაც ვხედავთ გაზებს, რომლებიც ზედაპირიდან ან მის ქვეშიდან მოდის. აღნიშნავენ მეცნიერები. თუ დადგინდება, რომელი გაზებია წარმოდგენილი კომაში და როგორი კავშირი აქვთ მათ ზედაპირის ყინულთან, დაგვეხმარება ფიზიკურ და ქიმიურ მახასიათებელთა შესწავლაში. მაგალითად, რა სისქისაა და რამდენად ფორიანია ყინულის შრე, როგორია მისი შემადგენლობა, როგორ მოქმედებს მასზე რადიაცია. წარსულში ჩატარებულმა ასეთივე კვლევებმა გამოავლინა ციანიდისა და ნახშირბადის მონოოქსიდის არსებობა. მეცნიერთა აზრით, კენტავრები ერთ დროს მზის სისტემის უფრო შორეული ყინულოვანი ქვების პოპულაციის რიგებს მიეკუთვნებოდნენ. ნეპტუნს გადაღმა ობიექტებს, რომლებიც მზის გარშემო ნეპტუნის ორბიტის გადაღმა მოძრაობენ. ვინაიდან მზისგან ასე შორს არიან, მიჩნეულია, რომ ნეპტუნს გადაღმა ობიექტები წარმოადგენენ მზის სისტემის ფორმაციის შედარებით ხელუხლებენ ნარჩენებს, რომლებიც ინახავენ მტვრის იმ ღრუბლის ადრეულ შემადგენლობას, რომლისგანაც მზის სისტემა დაიბადა.
სხვა ნაერთები, მათ შორის ეთანი, პროპანი და აცეტილენი, შეიძლება კენტავრის ზედაპირზე წარმოიქმნა დაჟანგვის შედეგად. ქირონი ამჟამად ჩვენკენ უფრო ახლოს მოდის და მკვლევრები დაკვირვებათა გაგრძელებას გეგმავენ, რათა მის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ. ასტრონომებმა ღრმა კოსმოსის ახალი სურათი გადაიღეს, რომელზეც ათასობით შორეული გალაქტიკაა ნაჩვენები. ამის შესაძლებლობა მათ ბნელი ენერგიის კამერამ დიკამმა მისცა, რომელიც ჩილეში მდებარე სერო ტოლოლოს ამერიკა-ჩორისი ობსერვატორიის ვიქტორ ბლანკოს სახელობის 4 მეტრიან ტელესკოპზეა დამონტაჟებული. სურათზე აღბეჭდილია ანტილა კლასტერი, იგივე Abell S0636, გალაქტიკების მჭიდრო შეჯგუფება, რომელიც ჰიდრა კენტავრის სუპერშეჯგუფების ნაწილია. ის დედამიწიდან დაახლოებით 130 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ფოტოზე კი მის მცირე ნაწილს ვხედავთ, დაახლოებით 230 გალაქტიკას. ამის მიუხედავად ფონზე სხვადასხვა ტიპის ათასობით სხვა გალაქტიკაც ჩანს. დიკამი ბნელი ენერგიის კვლევითი პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც 2013-19 წლებში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ასტრონომებმა ასობით მილიონი გალაქტიკა შეისწავლეს, რათა ბნელი ენერგიის ბუნების შესახებ მეტი გაიგოთ. ესაა იდუმალი ძალა, რომელიც სამყაროს გაფართოების პროცესს აჩქარებს და თანამედროვე კოსმოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხად რჩება. იგივე შეიძლება ითქვას ბნელ მატერიაზე, რომელიც უხილავია, მაგრამ გალაქტიკებს ერთიანობას უნარჩუნებს და სამყაროს მასის დიდ ნაწილზეა პასუხისმგებელი. გალაქტიკათა შეჯგუფებები ამ ორი ფენომენის შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს. მათში არსებული ხილული მატერია მთლიანი მასის მხოლოდ 5%-ში ადგენს. დანარჩენი დაახლოებით 80% ბნელ მატერიად მიიჩნევა, რომელიც თავისი გრავიტაციული ძალით მთელ სტრუქტურას აერთიანებს. დიკამმა ასტრონომებს საინტერესო რეგიონების დეტალურად დანახვის საშუალება მისცა. მათ შორისაა გალაქტიკებს შორის არსებული გადახურებული პლაზმა და ახლომდებარე სუპერნოვას, აფეთქებული ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენის სუსტი სინათლე. ამ სურათებსა და მონაცემებს მხოლოდ ესთეტიკური ღირებულება არ აქვს, არამედ სამყაროს ფუნდამენტურ პროცესებშიც გვახედებს. შესაბამისად, ასეთი კვლევები კოსმოლოგიურ კითხვებზე პასუხის გასაცემად უმნიშვნელოვანესია. ჩინეთსა და მის კოსმოსურ ამბიციებსაც შევეხოთ. ჩინელ მეცნიერებს აქვთ გეგმა, რომლის მიხედვითაც კოსმოსში მზის უზარმაზარი ელექტროსადგური აშენდება. მისი სიგანე 1 კილომეტრი იქნება, ხოლო დანიშნულება მიკროტალღების მეშვეობით დედამიწისთვის ენერგიის უწყვეტი მიწოდება. სადგურის კომპონენტები პლანეტის გეოსტაციონარულ ორბიტაზე სუპერმძიმე რაკეტების გამოყენებით გაიგზავნება. სპეციალისტებმა ეს პროცესი ჩინეთის 3 ხეობის კაშხლის მასშტაბში ადარეს. ოღონდ ამჯერად კოსმოსში. ის მდინარე იანძზე ცენტრალურ ჩინეთში მდებარეობს და მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული პროექტია. კერძოდ ის ყოველწლიურად 100 მილიარდ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. NASA-ს ერთ-ერთი მეცნიერის თქმით, კაშხლის სრულად შევსების შემთხვევაში მისი მასა დედამიწის დღის ხანგრძლივობას 0.06 მიკროწამით გაზრდიდა. ჩინურ რაკეტა Long March-ის მთავარ დიზაინერ Long Lehao's თქმით, ეს კოსმოსური ელექტროსადგური მნიშვნელობით ისეთივე იქნება, როგორიც 3 ხეობის კაშხალი. სხვაობა ისაა, რომ სათანადო სტრუქტურა ორბიტაზე დედამიწიდან 36000 კილომეტრის მოშორებით განთავსდება. ის ამბობს, რომ ასეთი სადგურის 1 წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგია დედამიწის წიაღიდან მოპოვებული მთლიანი ნავთობის ტოლფასი იქნება. იმის მიუხედავად, რომ მზის ენერგია დღითი დღე უფრო იაფი და ეფექტიანი ხდება, მას სერიოზული გამოწვევები ჯერ კიდევ ახლავს თან. მაგალითად, ღრუბლები ენერგიის შეგროვებას ხელს უშლის, ხოლო ატმოსფერო მზის შუქის დიდ ნაწილს შთანთქავს. კოსმოსში განთავსებული მზის ენერგიის სისტემები ამ პრობლემებს მთლიანად გამორიცხავს, რადგან იქ მზის ენერგია დედამიწაზე არსებულზე 10 ჯერ უფრო ინტენსიურია და მისი მიღება წინაღობის გარეშეა შესაძლებელი. და მაინც ასეთი პროექტის განხორციელება რთულია, რადგან სადგური ძალიან დიდი უნდა იყოს. ამიტომ მისი აშენება არაერთ მისიას საჭიროებს. ამისთვის ლონგი და მისი გუნდი Long March 9-ზე მუშაობენ.
რომელიც მრავალჯერადი გამოყენების რაკეტაა და 150 ტონა ტვირთის გადატანა შეძლებს. მისი მთავარი დანიშნულება თანამგზავრების გაშვებაა, თუმცა ის ჩინეთის მთვარის კვლევითი გეგმებისათვისაც მნიშვნელოვანი იქნება. ცნობისათვის, ჩინეთი 2035 წლისთვის მთვარის საერთაშორისო კვლევითი ბაზის შექმნასაც გეგმავს, ანუ ბაზის აშენებას მთვარეზე. მზის ენერგიის ტექნოლოგიის განვითარებაზე მხოლოდ ჩინეთი არ მუშაობს. ამ მიმართულებით კვლევებს ისეთი ამერიკული კომპანიები ატარებს, როგორიც Lockheed Martin და Northrop Grumman-ია, ასევე ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოები. მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უჩვეულო წარმონაქმნებია, რომლებიც ლობიოს მარცვლებს მოგვაგონებს. სინამდვილეში ეს ქვიშის გაყინული დიუნებია, რომლებიც NASA-ს ზონდმა ემერომ წითელი პლანეტის ორბიტიდან გადაიღო. ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტომ აპარატის მიერ დაფიქსირებული კადრი 2024 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. მსგავსი მონაცემები მეცნიერებს ეხმარება გამოიყვლიონ, იყო თუ არა ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე ოდესმე სიცოცხლისათვის თავსებადი პირობები. გაყინული დიუნების ფოტო 2022 წლის სექტემბერშია გადაღებული. გამოსახულებაზე ქვიშის გროვები ერთ ადგილზე ფიქსირებულად გამოიყურება, მაგრამ ჩვეულებრივ დიუნები მარსზეც და დედამიწაზეც საკმაოდ ცვალებადია. ეს იმიტომ, რომ ქარს ქვიშის მარცვლები ერთი ადგილიდან მეორემდე გადააქვს. წითელი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის პერიოდში დიუნები ნახშირორჟანგის გაყინული ფენით, ერთგვარი თრთვილივითაა დაფარული. ნახშირორჟანგი ქარს ქვიშის გადაადგილებაში უშლის ხელს და დიუნებს გაზაფხულამდე ინარჩუნებს. ამ დიუნების შესწავლა მეცნიერებს იმის გარკვევაში ეხმარება, არსებობდა თუ არა წყალი მარსზე, საკმარისად დიდხანს იმისთვის, რომ იქ სიცოცხლე განვითარებულიყო. იმის მიუხედავად, რომ თრთვილი ნახშირორჟანგისგან შედგება და არა წყლისგან, ეს წითელი პლანეტის წყლიან წარსულზე მაინც მიანიშნებს. მილიონობით წლის განმავლობაში მარსის ღერძული დახრილობის ცვალებადობის გამო მისი სეზონებიც განსხვავებულია. როდესაც მარსი საკმარისად იხრება, ნახშირორჟანგის ყინული აირად იქცება იმდენად დიდი ოდენობით, რომ სქელ ატმოსფეროს ქმნის. შესაძლოა ასეთ გარს დიდი ხნის განმავლობაში ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობისათვის ხელი შეეწყო. ეს იმის შანსს ზრდის, რომ ოდესმე ამ ობიექტზე მიკრობული სიცოცხლე განვითარებულიყო და კვალი დღემდე დაეტოვებინა. ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევების სააგენტო NASA მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას გეგმავს და შევიტყვეთ, რომ სააგენტომ ამისთვის შეიძლება ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი ან Jeff Bezos-ის Blue Origin-ი გამოიყენოს. სააგენტო ამით წითელი პლანეტის ნიმუშების ჩამოტანის ღირებულების შემცირება შეეცდება. ეს ყველაფერი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შევიტყვეთ, რომ მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას ჩინეთი უკვე 2028 წლისთვის გეგმავს. მარსის მავალის Perseverance-ის მიერ შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე დაბრუნება თავიდან 30-იანი წლებისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ყველაფრის ღირებულება ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. ამან აიძულა კოსმოსური სააგენტო ალტერნატიული გზები ეძებნა. NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა განაცხადა, რომ სააგენტო ფიქრობს ორ პოტენციურ გადაწყვეტილებაზე, რის მიხედვითაც მარსზე სპეციალური რობოტი დაეშვება. სწორედ ამ რობოტმა უნდა წამოიღოს ნიმუშები დედამიწაზე. საბოლოო გადაწყვეტილება 2026 წლისთვის იქნება მიღებული. ორი გეგმიდან პირველის მიხედვით NASA Skycrane-ის სისტემას გამოიყენებს. ეს ის სისტემაა, რომელთაც სააგენტო მარსზე Curiosity და Perseverance-ი დასვა. მეორე გეგმა გულისხმობს კომერციული პარტნიორის მიერ შემუშავებულ Heavy Lift Landers, სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება ჩაერთოს SpaceX-ი და Blue Origin-ი. NASA-ს შეფასებით ხარჯები შეიძლება მერყეობდეს 6.6 მილიარდი დოლარიდან 7.7 მილიარდ დოლარამდე. ეს გაცილებით ნაკლებია ვიდრე თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული 11 მილიარდი დოლარი. კომერციულ პროვაიდერებთან პარტნიორობამ ხარჯები შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს. რაც შეეხება ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას, სავარაუდოდ ეს 2035 წლისთვის მოხდება, 2040 წლის მაგივრად.
ამ 10 სიახლით შემოვიფარგლები იანვრისთვის კოსმოსური სიახლეების გაცნობისას. კიდევ იყო რამდენიმე ნაკლები მნიშვნელობის აღმოჩენა და კოსმოსური მისიის მცდელობა. თუმცა ის, რაც ამ ეპიზოდში ნახეთ და მოისმინეთ, იყო ამთვის ის მთავარი სიახლეები, რომელიც კოსმოსის, ჩვენი გარემომცველი სამყაროს კვლევის საქმეში მოხდა. წინ საინტერესო თებერვალი გველის და რა თქმა უნდა, ახალი კოსმოსური ამბებით ზუსტად 1 თვეში დავბრუნდები. ამასობაში გამოიწერე კოდის YouTube არხი, გამოვყვები TikTok-სა და Instagram-ზე. ეს თქვენგან ამ პროექტის უმარტივესი, მაგრამ დიდი მხარდაჭერა იქნება. იდეების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის კი მოგწერე იმ ელექტრონულ პოსტაზე, რომელიც რამდენიმე წამში ეკრანზე ამონაცდება.